ბოლოს 18 და 20 ოქტომბერს თბილისში იზმირის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი კონცერტებს გამართავს. ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობისა და თურქეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენის 25 წლის თავს ეძღვნება. კონცერტები თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში და ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდება. სიმფონიურ ორკესტრს ვახტანგ მაჭავარიანი უდირიჟორებს, სოლისტი კი პიანისტი ალექსანდრე თორაძე იქნება. კონცერტები თბილისის მერიისა და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს თანამშრომლობით ხორციელდება. ჩვენი მხრიდან ამ პროექტის მხარდაჭერა ამდენად თბილისის მერი ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია აღნიშნული პროექტისა და დარწმუნებული ვარ, რომ ორ ძალიან საინტერესო საღამოს ვაჩუქებთ ამ პროექტის ფარგლებში ჩვენს თანამოქალაქეებს. ეს კულტურული ღონისძიება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უპირველეს ყოვლისა ეს ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნების მეგობრობას. სიმბოლურია ის ფაქტი, რომ თურქულ ორკესტრს ქართველი დირიჟორი უხელმძღვანელებს. მუსიკის მოყვარულებს მოუწოდებ მივიდნენ კონცერტზე და ისიამოვნონ.